დამწყებ მეთევზეს რა შეიძლება რომ რჩევა დარიგება მისცია ასე თქვა უკვე ამ ხელა გამოცდილების ადამიანმა. დამწყები მეთევზისთვის აი რაღაცად მინდა რომ დავიწყო თევზაობა. პირველი რაცაც ცოტა ჟარგონულად ვიტყვი ალბათ, ჯერ ის ქართულად ვიტყვი და მე ჟარგონულად უნდა სიამოვნებდეს, კიდე წოდებული კაიფს უნდა იღებდეს ბუნებისგან. მე პირადად ბევრჯერ ყოფილვარ ისე, რომ ჩამოსულვარ წყალსატევზე, ტბაზე, დავდავარ კავშირვარ რაღაცა და თევზი ვერ დამიჯერია. მაგრამ როგორ უკმაყოფილვარ წავსულვარ აქედან არის. აი ეგ არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაზე დიდი არის ეგ, ყველაზე მთავარი ალბათ რაც არის რა. ადამიანი რომელიც გადაწყვეტს კარფიშით დაკავებას და უშუალოდ თევზაობის ამ მეთოდს ესე ვთქვათ მიუძღვნის თავს მოტივირებული უნდა იყოს იმაზე რომ ყველაფერი ძალიან მალე გამოვა ძალიან სწრაფად ისწავლის და არიან ჩვენთან ფედერაციაში ადამიანები რომლებისგანაც მე თვითონ ვისწავლე პრაქტიკაში რაღაცეები და აი პრაქტიკიდან გამომდინარე ვისწავლე მე თვითონ თეორია თუ სურვილი ექნება და ვისაც ექნება ამ სურვილი მზად ვართ ყოველთვის რომ ნებისმიერ დამწყებს მივცეთ სასარგებლო რჩევა თუნდაც იგივე ფინანსური რესურსი რო ბევრი არ დაეხარჯოს თუნდაც ის რომ აი ჯობია მაგალითად ეგრეთ წოდებული როდპოდი ჯოხების დასადგამი აკისების ასეთები იყიდოთ ხარისხიანი და არ გიწევდეს და კომფორტული რა თქმა უნდა არ გიწევდეს ამის ყოველ სეზონზე ცვლა სიგნალიზატორები იგივე იყიდო ხარისხიანი. რა ეგ ძალიან მაგარი არის, ანუ ეხმარება ფაქტობრივად ყველა ფედერაციის დამწყებებისთვის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა არის ახლა ჩვენთან. ეს არის როგორ გითხრათ, ეს დიდი სამეგობრო წრე.